გამარჯობა. მე გიგავა. ხშირად ჩვენ საქონლისა და მომსახურეობის ღირებულებას თანხობრივად ფულით განსაზღვრავთ. საინტერესოა თვითონ ფულის ღირებულება როგორ განისაზღვრება. ფულის ღირებულებას ერთი მთავარი პრინციპი გააჩნია. დღევანდელი 1 ლარი უფრო ფასეულია ვიდრე მომავალში დროის რაღაც პერიოდის შემდეგ მიღებული 1 ლარი. ამას ფულის დროით ღირებულებას უწოდებენ. განვიხილოთ ერთი მაგალითი. თქვათ მე მაქვს 10,000 ლარი. თუ მე ამ თანხას დღეს წლიურ 10%-იან ანაბარზე შევიტან, 1 წლის მერე ცხადია 11,000 ლარის მფლობელი ვიქნები. მაგრამ თუ მე ეს ფული 6 თვით უბრალოდ შევინახე, ანუ გავაჩერე და შემდეგ შევიტანე ანაბარზე, დღეიდან 1 წლის თავზე მე მხოლოდ 10,500 ლარის მფლობელი ვიქნები. ანუ რაც უფრო ნაკლები დროის განმავლობაში გამოვიყენებ და ვამუშავებ ფულს, მით უფრო ვკარგავ იმ პოტენციალურ სარგებელს, რომლის მოცემაც ამ თანხას შეუძლია. ფულს აქვს უნარი, რომ ყოველდღიურად გამოიმუშაოს კიდევ უფრო მეტი ფული. სწორედ ამიტომ ერთი და იგივე თანხის ღირებულება დღეს უფრო მეტია ვიდრე ხვალ. ამის ცოდნა კი გვეხმარება, რომ უფრო ეფექტურად მართოთ ჩვენი ფინანსები და მივიღოთ მეტი სარგებელი.